მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენ დღევანდელ კვირას შეგახსენებთ, რომ იყო ორ შაბათს ჩავატარეთ ლექცია ცვლადებზე და მონაცემთა ტიპებზე. ავხსენით რა იყო ცვლადი, ავხსენით ასევე ის თუ რა, ასე ვთქვათ, რა იყო მონაცემთა ტიპები და რაში მეხმარებოდა ეს. და ერთგვარად წარმოდგენა შემექმნა თუ როგორ ინახება ზოგადად ინფორმაციები. მოდით ან ცოტა გავიხსენოთ ეს და როგორ გავიხსენოთ რა. მოდი კითხვა-პასუხის რეჟიმში, ესე იგი მე დავსვავ კითხვას და თან შევეცდები რომ პასუხიც მე თვითონვე ის ხნა რა. მე თვითონ გავცე. აი მოდი ესე კითხვას ვსვავ, ესე იგი როგორ შემიძლია რაღაცა დაუპრინტო? ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ შეგვიძლია console write line-ის გამოყენებით. მოდი ამას ცოტა ხანი დავაკომენტარებ ამებს. ამათაც ცოტა ხანი დავაკომენტარებ. კაი, როგორ შემიძლია დაპრინტო? ძალიან მარტივად. მე ვიცი რომ აგერ არსებობს console.write line-ი და console.write line-ში ჩავწერ ნებისმიერ რაღაცას. გავუშვათ რომ ჩვენი კოდი მუშაობს. მე რომ მივხვდე რომ მუშაობს. Hello algon. შვენიერი. მუშაობს. კაი. კაი, რა მოხდა ახლა აქ? როგორ დაიპრინტა ეს hello algon-ი? სვავ ესეთ კითხვას. როგორ დაიპრინტა და პირველ რიგში რა თქმა უნდა შეიქმნა ეს მონაცემი მეხსიერების უბანში განთავსდა, მიენიჭა მას თავისი მისამართი და ეს მისამართი სადღაც არის უკვე მეხსიერებაში და როცა console write line-ში ფრჩხილებში მიწერია აი ეს ისა ტექსტი, ესე იგი მივიდა იმ მეხსიერების უბანთან და რა ტექსტიც იყო, ის დაპრინტა. კაი, შვენიერი. ეხლა ვსვავ მეორე კითხვას. როგორ შემიძლია რომ ინფორმაცია შევინახო? ანუ როგორც ხა hello algon-ი შეიქმნა მეხსიერებაში, როგორ შემიძლია შევქმნა ისე, რომ არ დამჭირდეს ეს console write line-ი. არ მინდა ჯერ დაპრინტო. და პირველი რასაც აი ძალიან ბანალურად ვიტყვი რომ აი მოდი მაგრამ ესე დავწერ hello რავი algon-ის დავწერ აქ და ოკეი არ დამჭირდება console write line-ი. და ესე შეიქმნება ხო მეხსიერებაში ინფორმაცია. თუმცა ესე არ არის. რადგან კომპიუტერი პროგრამა გვეუბნება რომ ესე ჩვენ ვერ შევინახავთ მეხსიერებაში მონაცემს. იმისთვის რომ აი ესე გარეთ მეხსიერებაში შევინახოთ ჩვენი მონაცემი, ამისთვის საჭიროა ცვლადი. და ცვლადი ვახსენეთ, რომ არის ერთგვარი მისათითებელი, ანუ ეს ცვლადი მიუთითებს იმ ადგილას მეხსიერების, სადაც იმყოფება ჩვენი მონაცემი. ამისთვის როგორ ვაკეთებდით, ხო? ვქმნით ცვლადის სახელს, ეს ცვლადის სახელი დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, რაც დავარქმევთ. და ვთქვით რომ რიცხვით არ შეიძლება რომ დაიწყოს. და უნდა დაიწყოს აუცილებლად ტექსტური ნაწილით. მაგალითად, რა ვიცი, info დავარქვათ სახელი. მე უდრის დავწერ და დავუშვათ ტექსტ, ხო? Hello algon-ი. ეს. და უკვე მეხსიერებაში როცა შეიქმნება, მეხსიერებაში თავისი ადგილი როცა იქნება ამ hello algon-ის, ეს ჩემი ცვლადი ამ ცვლადს, ასე ვთქვათ, აქვს წვდომა იმ მეხსიერების მისამართთან, იმ მეხსიერების ადგილასთან რა, უბანთან. წვდომა აქვს. მაგრამ ეს ჩვენ ვთქვით, რომ ესეც ვერ შეიქმნება ცვლადი, რადგან ჩვენი C# არის მკაცრად ტიპიზირებული ენა და როცა მე ცვლადს ვქმნი, მე აუცილებლად უნდა ვუთხრა ამ ცვლადს, რომ რა ტიპის მონაცემს ვინახავ. ანუ რა ტიპის მონაცემთან მაქვს საუბარი. და რადგანაც არის ეს ტექსტური, ჩვენ ვახსენეთ, რომ ტექსტისთვის არსებობს string ტიპი. ესე იგი, ჯერ ვუთითებთ tips, რომ რა ტიპის მონაცემია, ვამბობ string, ამის მერე ვარქმევ ცვლადს, რაღაცა სახელს, მერე უდრის ვწერ და ამის მერე ვწერ იმ ჩემ კონკრეტულ მონაცემს. ანუ ამით მოხდა ის, რომ შეიქმნა აგერ ეს ჩვენი hello algon-ი მეხსიერებაში, აქვს თავისი ადგილი და გვაქვს ეს პროგრამაში ცვლადი, ქვია info, რომელიცაც წვდომა აქვს ამ მეხსიერების მისამართთან
და ჩვენ აგრეთვე ვახსენებთ, რომ აი წვდომა რო აქვს, ესე იგი აქვს წვდომა string ტიპის მონაცემთან. ეს არის string ტიპის. და რა აქ მე შემიძლია უკვე რომ როცა გამიხარდება, მაშინ დავპრინტო ეს info, ანუ hello algoni, ხო? ამ შემთხვევაში. ესე იგი console write line info. იმიტომ რომ info-ს ადგილას, ესე იგი info-ს როცა წაიგითხავს პროგრამა, ესე იგი info-თი მივა იმ ადგილას, მეხსიერების სადაც არის ეს hello algoni და წაიგითხავს შემ text. და აგერ აი ეს მეორე არის hello algoni. შვენიერი. და რა გავაკეთეთ ჩვენ, ხო? ჩვენ ასე თქვით, რომ აი ну ესე პრაქტიკულად ესე შევხედოთ, რომ როცა info-ს მე დავწერ, წარმოვიდგინოთ, რომ აქ არის ეს ჩვენი ტექსტი ჩასმული. აი როგორც თქვენ აქამდე წერდით, აქამდე ტექსტებთან გქონდათ შეხება და აქ თქვენ რაღაცა მეთოდებს წერდით, to upper და to lower და ასე შემდეგ. ისევე შეგვიძლია ჩვენ აქ info რადგანაც არის, ესე იგი ეს ტექსტი ამ ტექსტია საუბარი და წერტილის საშუალებით უკვე იმ მეთოდებთან გქონდეთ ცდომა. to lower-ი დაუშვათ, ან to upper-ი და მოკლედ ასე შემდეგ. აი ეს. მოცადე ერთი ფჩხილი ზემოთ მაქვს. აი ეს. გავუშვათ. აჰა. შეუბრალოდ მუშაობს ტექსტზე, ხო? არანაირი პრობლემა არ არის. ანუ რაც უნდა დაიმახსოვროთ არის ის, რომ აი ცოტა ხანი ვიცი რომ უბრალოდ კითხვები იბადება იმასთან დაკავშირებით, რომ აი როდის მივხვდე რომ ჩხილები არის საჭირო? აი ამას, დავუშვათ თუ აფერის მერე ჩხილი გაიხსნა, ჩხილი დაიხურა. რატომ მოვაკეთებ ამას, ხო? ანუ მე რომ სიგრძე ვითვლიდი, ხო, აი აქ. მე ხო ვითვლი ესე რომ info.length ხო წერდი? info.length. length-ი მithვლი და სიგრძეს, ხო, ამ ჩემი ტექსტის. მაგრამ length-ზე აი აქ ჩხილები არ არის. და თუ აფერთან აუცილებლად ჩხილები მჭირდება. და თითქოს აი თქვენი ლოგიკით რაღაცა ორაზროვანი, ანუ ზოგჯერ ჭირდება ჩხილები, ზოგჯერ არ მჭირდება, რანაირი ის არის რა. მე რა მივხვდი ხა ამ შემთხვევაში და თქვენი მესმის კიდევაც. თუმცა არის გარკვეული თვისებები, რომელიც ან მეთოდების დავარქმევ რა, რომელიც კონკრეტულად მონაცემთა ტიპს გააჩნია და მონაცემს გააჩნია რა. და ამ ეს მეთოდები, ამ მეთოდებს როცა ვიყენებ, ჩხილებს ხსნი და ჩხილებს ხურავ. ანუ წერი მეთოდის სახელს და ჩხილს ხსნი და ჩხილებს ხურავ. უფრო მოგვიანებით გავარკვევ, რა თქმა უნდა, გავარჩევთ, რა თქმა უნდა, რატომ არის ეს ჩხილებში და რატო არ არის length-ი ჩხილებში მაგალითად. უბრალოდ დავიმახსოვროთ, რომ აი ბევრჯერ ხშირად მოგვიწევს ესეთი რაღაცა, რომ აი ტექსტს რა თვისებაც გააჩნია, იმ თვისების სახელს როცა ვწერ, მერე ჩხილს ხსნი და ჩხილს ვხურავ. უბრალოდ დავიმახსოვროთ. და კიდე, რაც მინდოდა მე თქვა არის ის, რომ აი მესმის რომ შეიძლება აგერიოთ ჩხილები, სად იწყება, სად ვრთავდება, სად იწერება წერტილი და ასე შემდეგ რა. ყოველთვის უნდა დავიმახსოვროთ, რომ აი პირველი ვარიანტი, რომ როცა ვპრინტავთ ჩვენ console წერტილი write line-ს როცა ვწერ, ჩხილს ვიწყებ და ჩხილს ვხურავ. ანუ აი ამაში, აი ამ ჩხილებს შორის უნდა დაიწეროს რა თქმა უნდა ის მოქმედება. აი ამ ჩხილებს შორის. ანუ ეს ჩხილი მჭირდება მარცხენა, მარჯვენა ჩხილიც მჭირდება. და ეხა უკვე info წერტილი to upper-ს როცა დავწერ, ჩხილი ხომ მჭირდება რომ გაიხსნას და ჩხილი მჭირდება რომ დაიხუროს. და ვსო. ანუ ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი შეიძლება ესე დაწეროთ რა და დაგავიწყდეთ, რომ კიდევ ჩხილი ჭირდება. ანუ ცალკე to upper-ს კი ჭირდება ჩხილის გახსნა და ჩხილის დახურვა, მაგრამ თავად console write line რო ჩხილით იწყება, ამასაც ჭირდება ჩხილის დახურვა. აი ეს. და რაც შეეხება წერტილმძიმეს, წერტილმძიმე აუცილებელია წინადების ბოლოს. ანუ მაგალითად აი აქ რო დავწერო. იცოდე? არა, რატომ არ მაწერინებს? ხო. აი ზოგჯერ ესე წერენ ხოლმე რა. არა, აი ესე წერენ ხოლმე. აი ესე წერენ ხოლმე რა. ანუ აქაც კი წერენ ხოლმე წერტილმძიმეს. მაგრამ აქ წერტილმძიმე არ გჭირდება. წერტილმძიმე გჭირდება ყოველთვის წინადადების ბოლოს. ყოველთვის. და აი ჩვენ არა მარტო ტექსტებზე ვიმუშავეთ, ჩვენ ვთქვით, რომ არა მარტო ტექსტი არსებობს, ანუ უკვე
უკვე მე ტექსტს აღარ დაუძახებ აწი, მე დაუძახებ უკვე string tips. ანუ string ტიპის მონაცემი. String-ი, ესე იგი, საუბარი მაქვს ტექსტზე. String ტიპის მონაცემი. ესე იგი, თქვით, რომ არა მარტო string ტიპის არის, ასევე არის სხვა ტიპები. რიცხვითი, ხო? და ჩვენ გავიარეთ ბაიტი, ეს ბაიტი, short-ი, უშორტი, int-ი, long-ი. ასევე ჩვენ გავიარეთ, რომ არა მარტო არსებობს მთელი ტიპის მონაცემები, ასევე არის 10 წილადური რიცხვები, ხო? რომელსაც აი წერტილის მე რო წერ, ხო? და ჩვენ ვახსენეთ, რომ არის float-ი, double-ი და decimal-ი. ეს რაღაცები ჩვენ გავიარეთ. ჩვენ წინა ლექციაში ვთქვით, რომ ზოგადად როცა დაგვჭირდება მთელი ტიპის რიცხვის შენახვა, ამისთვის მე გამოვიყენებ int ტიპის მონაცემს. int ტიპს მოკლედ. შევქმნი int ტიპის ცვლადს, ანუ ჯერ დავწერ int-ს, მერე დავწერ ცვლადის სახელს, აქ ცვლადის სახელზე რა თქმა უნდა, ნებისმიერ რამე შემიძლია დავარქვა. უბრალოდ ნამერც წერ იმისთვის, რომ უბრალოდ გასაგები იყოს რა ჩვენთვის. და მეც მეტი არ მაფიქრდება შემთხვევაში ცვლადის სახელი. და ნებისმიერ რიცხვს როცა შევინახავ, int ტიპში მოვაქცევ. ჩვენ ვახსენეთ, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, ზოგი ტიპი დავუშვათ რაღაცა რიცხვი მაქვს და უფრო პატარა ტიპში შესაძლოა ჩაიწეროს და რაღაცო დავხარჯო ამ ხელა მეხსიერების ადგილი, ხო? რომელიც int ტიპის დროს გამოიყოფა. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ შეიძლება მე მოგვინდეს ამ ცვლადის შეცვლა, ანუ ეს ნამერთი შეიძლება 100 კი აღარ ინახავდეს, უკვე სხვა ინფორმაციას ინახავდეს, მაგალითად ნამერთი უდრის 1000-ს. ანუ შევცვალო და ნამერთი უკვე 1000-ს უყურებდეს. და ამ შემთხვევაში უკვე მე თუ ბაიტში მექნებოდა ეს, უკვე 1000 ვეღარ შევინახავდი. იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ, რომ ბაიტი მოკლედ 0-დან 255-ის ჩათვლით ინახავდა ინფორმაციას. ასე რომ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ მთელი ტიპის რიცხვებთან მიმართებაში ჩვენ ვიყენებთ int ტიპს და თუ ეხება 10 წილადურ მნიშვნელობას, მაშინ ვიყენებ doubles. ანუ წერ double ტიპის ცვლადს შევქმნი, num 2-ს დავარქმევ და რავი 3.9 და ეგ არის. თელზე int-ი, იმაზე double. უბრალოდ პრობლემა არც იქნება, რომ დავუშვათ float-ი გამოვიყენოთ. ჩვენ ვახსენეთ, რომ double-ის გარდა float-იც არსებობს. ეგეც არ არის პრობლემა. და რავი, დავუშვათ num 3 დავარქვათ და 2.4 სიტყვაზე. და ჩვენ ვიცით, რომ აქ f-ი უნდა დაუწეროთ წინ, რომ მიხვდეს, რომ float-ი არის. ეს ჩვენ ინფორმაცია. არც ეს არ არის პრობლემა. თუმცა აი რატომღაც ეგრე შევთანხმდით. და აი რავი floats არც ვიყენებთ ხოლმე, ძირითადად doubles ვიყენებთ ხოლმე. ასე რომ ერთი მხრივ რიცხვთან მიმართებაში ვიყენებ int-ს თელ რიცხვზე, 10 წილადურ შემთხვევებში ვიყენებ doubles. აბა ნახოთ ჯერ რამე ხო არ დაიწერა. ამ ყოფილს პრობლემა და ამ სპიკერის სტატუსს როგორ იღებთ. გიო, ნახე, აი აქ სადღაც აი აქ შენ უნდა გამოგვიჩნდეს invite speaker-ში გადასვლა თუ რაღაც ეგეთი მსგავსი. და გადმოხვალ. 05. ხო, 10 წუთი დადებული არის. ანუ წესით ტელეფონით ხარ, ტელეფონითაც უნდა იყოს წესით დარიგით. მან სადმე იქნება აუცილებლად. ხო, აი stage-ზე გადასვლა უნდა იყოს. აი ტელეფონით თუ ხარ, მაინც იქნება მანდ ეგეთი რაღაც. გეპონიცით. ხო, არ ვიცი, მოდი გიოს დაიხმართ რომ. ხო, და ხო, რაზე რა ვთქვით? ხო, ესე იგი რიცხვებზე გავიგეთ ჩვენ int-ი და აი მოდი თან გადავხედოთ ამასაც, რომ უფრო გავიხსენოთ. რომ ესე იგი ეს იყო მე მგონი. ხო, აი ბაიტი არსებობს, ეს ბაიტი არსებობს, short-ი, int-ი, long-ი, ბაიტი, უშორტი, uint-ი, ulong-ი, float-ი, double-ი. და აი ესეთი ტიპები არსებობს და ჩვენ წინა ლექციაშიც გავარკვიეთ, რომ აი რა საიდან იწყებოდა, საიდან მთავრდებოდა და მოკლედ ასე შემდეგ. ეხლა მოდი რა გავაკეთოთ რა? მიცოდე? ჩვენ ყველა ტიპი გავარჩიეთ გარდა
ჩარისა და bool ტიპის. და ასევე ეს string-ისიც მინდა რომ string-ს მინდა რომ რაღაცები გავარჩიოთ დღეს. ესე იგი string-ი ჩვენ ვახსენეთ რომ არის ჩვეულებრივი ტექსტი და ორ მაგალითებში იწერება. ერთი რომ მოდი ესეთი კითხვა დავსვათ რა. როგორ შემიძლია გავიგო მონაცემის ტიპი? ესეთი რაღაცა არსებობს. დავუშვათ თქვენ გინდათ რომ გატესტოთ რა. დავუშვათ რიცხვი რო არის 100. ან ტექსტი რო არის ეს, ხო? ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამაში ესეთი თვისება, ესეთი მეთოდი. დავუშვათ ნებისმიერ ტექსტი რო დავწეროთ, მოდი console write line-ში მოვათავსოთ, რომ შედეგი გამოვატანილოთ. აქ დავწეროთ, დავუშვათ hello და ამას წერტილი get type. ჭრილი გავხსნათ, ჭრილი დავხუროთ. ეს ჩვენი get type-ი აბრუნებს იმას, თუ რა ტიპის არის ეს მონაცემი. გავუშვათ. ნახე system.string. მითხრა ჩვენმა პროგრამამ, რომ ეს hello ამის ტიპიო, არისო string-იო. ეს systems ყურადღება არ მიაქცევთ, სისტემა არის ერთი მთლიანი მთელი რაც არის და ეს სისტემა შედგება ტიპებისგან რა. ამიტომ system.string, string ტიპის არისო. ეს ჩემი hello-ო. მაგალითად ეხა აქ რო დავწერო დავუშვათ ხუთიანის ტიპი გავიგო რა არის. მე მეტყვის system.int 32. ამ ჩემი რიცხვის ტიპი არის int-იო. ეს 32 ნიშნავს 32 ბიტიანს. int-ი არისო რა. ჩვენი მონაცემი. მაგალითად 3.14. ამის ტიპი, 3.14-ის ტიპი, როგორ წერთ ხო 3.14-ს წერთ და წერტილი get type. ამის ტიპი რა იქნება? system.double. პროგრამა თავისით მეუბნება რა მონაცემი რა ტიპის არის. ამ get type-ის დახმარებით. თუმცა, მოდი ესეთ კითხვა დავსვათ. 3.14 რო დავწერე. ტიპად რატო ამომიგდო double და არა float მაგალითად. ან დესიმალი. ან თუნდაც მე რო დავპრინტე აქ ხუთიანი და ხუთიანის get type-ი გამიგეთქო რო უთხარი ხა აქ. int 32 რატო ამომიგდო? რიცხვზე ხო ძალიან ბევრი ტიპი არის. ბაიტი, s ბაიტი, short-ი, u-short-ი, int-ი, uint-ი, long-ი, ეგეთი ტიპები ხო გვაქვს. მაგრამ მაინც და მაინც int 32 ამოვაგდო. იმიტომ ამოვაგდო, რომ დეფაულტად ჩვენი პროგრამა მთელ რიცხვზე რეაგირებს როგორც int ტიპის რიცხვი. int ტიპის მონაცემი. ინტიმაცია მომხმე შევთანხმდით თქო რომ რაღაც int-ში წერთ თქო. პროგრამაში უკვე განსაზღვრულია რაღაცნაირად რომ რიცხვს როცა წერ უკვე ვეხებით int ტიპის მონაცემს რა. ასე რომ მაინც ყოველ შემთხვევაში ცვლადს როცა შევქმნით და რაღაცა ყოველთვის int ტიპის მონაცემში შევინახოთ. int ტიპის ცვლადში შევინახოთ კონკრეტულად მონაცემი. მაგრამ ამ შემთხვევაში რომ დავაკვირდეთ რა, ეს გავიგეთ, რომ int-ია დეფაულტად. თელი რიცხვი პროგრამაში ჩვენთან C# აღიქმება როგორც int ტიპის მონაცემი. მაგრამ 3.14 რო დავწერე. 3.14-ზე ამოვაგდო system.double. აქაც ზუსტად იგივე ლოგიკაა. დეფაულტად ჩვენი პროგრამა ზოგადად აცილად რიცხვს უყურებს როგორც double ტიპის მონაცემს. და მე თუ მინდა რომ ასე ვთქვათ float-ი შევინახო ხოლმე, თუ დაკვირვებულ ხართ double-ს როცა მევწერ და ნამორი შევქმენი, რომ დავწერე 3.9, აქ მე d-ს დაწერა არ დამჭირდა. რატო ვამბობ ხა d-ს ხო? float-ზე აქ f-ი დამჭირდა. და double-ზე რატო არ შემიძლია რომ d დავწერო? რატო ვიძახი f-ი ნიშნავს რომ float-ი არის რა, რაღაცა მინიშნება არის.
და აქ არაფრის დაწერა არ დამჭირდა. ნახეთ, აქ რო f-ი გამოვაკლო, errors მეუბნება. და იმიტომაც მეუბნება errors, რომ default-ად პროგრამა ჩემ 2.4-ს აღიქვას როგორც double ტიპის მონაცემს და მე რო აქ მარცხნივ float-ი დაუწერე, რაღაცა პრობლემა წარმოიქმნა რა. ვერ გაიგო, იმიტომ რომ ეს double ტიპის მონაცემია და შენ მეუბნები float-ში მოაქციეო, რავი, რა ტიპებია, რაზეა საუბარი, ხო, ვერ მიხვდა. ამიტომაც float-ზე რომ მივანიშნოთ, რომ მიხვდეს პროგრამა, რომ float-ის შენახვამიდან ნამდვილად ამისთვის ვუწერ აქ f-ს. ეს რო ინფორმაციულად რომ დაიმახსოვროთ რა. double-ზე რადგან default-ად double არის, ამიტომ არაფერს არ ვუწერ. მხოლოდ ამაც ეხება და ის დესიმალზეც თუ დაინახავდით, იმას დესიმალზე რო დავწერე, ნახე, დესიმალ 9 უდრის 4.9 m რო დავწერე. m-იც ერთგვარი ის იყო რა. ანუ ესეთი დაბოლოება m-ი რო მივახვედრო რომ დესიმალზე საუბარი. რატომღაც m-ი არის რა. რატომღაც m-ი უნდა დავწერო რომ მიხვდეს. ისე სხვანაირად დაბლიგონია. ამას, აი ეხლა რაც მე დავწერე, რაც მე გითხარით, უფრო დეტალურად თქვენ გაიგებთ შემდეგ კვირაში, როცა ტიპების და კონვერტაციებზე ვისაუბრებთ რა. რომ ერთი ტიპიდან მეორეში შეიძლება გადაყვანა და ასე შემდეგ. და ანუ ეს get type-ის საშუალებას მაძლევს თურმე რომ ტიპი გავარკვიო ნებისმიერი მონაცემის. რაც გამიხარდება. აბა ჯერჯერობით თუ არის რამე კითხვა. შემოვიდეთ ან Okay. გიო, მე მაინტერესებს ტიპები მეცოდინება ყველა. რაში მჭირდება რომ გავარკვიო რა ტიპის იქნება ის get type-ი? ხო, ძალიან კაი კითხვა. ანუ თუ მე გარედან ესე ვქმნი მონაცემს და ვეუბნები რომ არის ამ ტიპის მონაცემი თქო და ასე ვთქვათ, ასე შემდეგ, მაშინ რაღაცა მჭირდება ტიპი რო გავარკვიო, ხო? ეგ ძალიან კარგი კითხვაც არის. მაგრამ ეს get type-ი ზოგადად ეხმიანება ისეთ მონაცემს, რომელიც მე კი არ ვქმნი, საიდანღაც გარედან მომდის და დაუშვათ უნდა გავარკვიო ტიპი. ან ზოგჯერ კიდე გასატესტად მჭირდება რა. ანუ ეხა ამ შემთხვევაში აი აქ სად დამჭირდება get type-ი. მაგრამ აი პროცესის განმავლობაში მიხვდები რაში დამჭირდება get type-ი რა. ანუ რაღაც მომენტში შეიძლება მე რო ეხა ვქმნი მონაცემს, ესე კი არ იყოს, გარედან მომდიოდეს მონაცემი. გარედან მომდიოდეს, მე ვერ ხვდები რა ტიპის არის და გავარკვიო ტიპი. ჯერ. გასაგები. Okay. აი ზოგჯერ, აი მე გადავალთ რაღაცა მონაცემების გაფილტრაზე რა და ასე ვთქვათ, ანუ ტიპიც, ანუ ერთგვარი ტიპიც არის null-ი რა. null-ს მე გავივით null keyword, ანუ არაფერს გამოხატავს. და ანუ შესაძლოა რაღაცა მონაცემი მე რო გავფილტრო, სიტყვაზე მაქვს ადამიანები და ანუ სადღაც ადამიანის მონაცემები მაქვს და ვიპოვო ის ერთადერთი ადამიანი, რომლის პირადი ნომერი სიტყვაზე ესა და ეს, ხო? მაქვს ახლა ორი ვარიანტი. ერთი რომ ამ გაფილტრამ მომცეს ეგ კონკრეტული ადამიანი, მეორეა რომ არაფერი არ მომცეს. და ამ შემთხვევაში მე ვერ ვხვდები რა ტიპის მონაცემი დამიბრუნდება. შეიძლება არაფერი დამიბრუნდეს, შეიძლება ნამდვილად ადამიანი დამიბრუნდეს. ეგ ცოტა მოგვიანებით განსახილველი თემაა. და მაგრამ როცა ვერ ვხვდები რა ტიპის არის, შეიძლება მე get type-ი გამოვიყენო რომ დავადგინო რა. ეგ ცოტა მოგვიანებით გავარჩიოთ მაგ საკითხებს. ეს უბრალოდ get type-ი იმიტომ აგიხსენით, რომ აი ძალიან მაგარია იმ კუთხით, რომ აი თქვენ თუ სიტყვაზე არ გახსოვთ, აი თქვენ თუ გჭირდებათ მონაცემის, თქვენ თუ გჭირდებათ სვადის შექმნა და არ გახსოვთ რა ტიპი უნდა გამოიყენოთ, ასე ვთქვათ. მოცემ ტიპი სვადთან მარცხნივ, მე შემიძლია ჯერ get type-ის გავიგო რა ტიპი არის და მე ჩავწერო. ნუ ეს ძალიან ისეთი რა, ხრიკი რაღაც დონეზე. გასაგებია ხო? კი, გასაგებია მე. კაი.
გიო, თუ რამე კითხვა დაგებადება, აი აქ დაწერე ხოლმე რა. და აი მე შემდგომში იქნება და მე მივხვდეთ როგორ გადმოვიდეთ სპიკერში. აი. კაი, მაშინ მივადექით. ორი ტიპის ახსნას. ეს არის საწავიდა. აი ეს არის ჩარი და ეს არის ბულ. ჩარი და ბული. ესე იგი ჩვენ ვახსენეთ, რომ აი ტექსტი არის string ტიპის ტექსტის დაწერა რომ მინდა რამდენიმე ასოს იყო. ესე იგი დავწერ strings, მერე ცვლად შევქმნი ტექსტი დავუშვათ, უდრის, მერე ორ მაგბრწყალებს დავწერ და აქ დავწერ ნებისმიერ ინფორმაციას. გინდა ცარიელი იყოს ეს, გინდა არაცარიელი. ბლა ბლა ბლა. აი რაღაც ხო? თუმცა რა ხდება მაშინ? თუ მე მსურვებ მხოლოდ ერთი ასოს ჩაწერა. და ჩარი არის ესეთი მონაცემთა ტიპი, რომელშიც ინახება სიმბოლოები. უბრალოდ სიმბოლო. ერთი სიმბოლო. ესე იგი, და ეს ჩვენი ერთი სიმბოლო იწერება ერთმაგრი ბრწყალებით. ანუ წერ ერთ მაგბრწყალს და ერთი კონკრეტული სიმბოლო, რაც მე გამიხარდება. გინდა ეს 100 იყოს, გინდა ეს რიცხვი იყოს, გინდა ეს ძახილსნიშანი, აი ესეთ რაღაცა, ნებისმიერი რაც მე გამიხარდება. არ აქვს მნიშვნელობა. და აი მარტივად აი ცვლადი რო შევქმნათ. აი მოდი ჯერ პირველ რიგში დავპრინტოთ, აი პირველად აქვს შეხება ხო, მასა. წერ ერთ მაგბრწყალებს და წერ დავუშვათ 100. ეს ხო? დაიპრინტ ეს A. რითგან სხავდება ტექსტისგან? string ტიპის მონაცემისგან, ხო? string ტიპის მონაცემი იწერება ორ მაგბრწყალებში და მასში შეგვიძლია მოვათავსოთ ერთი ანუ ან ცარიელი, ან ერთი, ან ერთზე მეტი ასო, ანუ ინფორმაცია, ასე ვთქვათ, სიმბოლო. და ჩვენ ჩარი ტიპის მონაცემი განსხვავდება ამისგან იმით, რომ ჩარი იწერება ერთმაგრი ბრწყალით და ჩარში მხოლოდ ერთი სიმბოლო უნდა დავწეროთ. მე რო აქ ხა მეორე რაღაც დავწერო, მე უნდა პირდაპირ ერორზე გავალ. იმიტომ რომ რანაირად ორ სიმბოლოს მე ვერ შევინახავო, მე აუცილებლად ერთი უნდა შევინახო. და აი ეს არის ჩვენი ჩარი. აი ნახეთ, როგორც კი A-სთან მივდივარ, ნახეთ, ეს რადგან ერთმაგრ ბრწყალში წერია, ეგრევე მაშინვე ცნობს და მეუნება system.char, ანუ char ტიპის მონაცემიაო. მე რო ახლა bla-bla-bla-სთან მივიდე, იმ სტომს მეუნება system.string, ანუ string ტიპის მონაცემიაო. მე რო 100-თან გადავდივარ int 32. ხო? ამასთან რო გადავდივარ system.w. ამასთან რო გადავდივარ system.single, ну ეს single წერია, ну float-თან არის დაკავშირებული რა. ასე რომ მე თუ მინდა მხოლოდ ერთი სიმბოლო შევინახო, მაშინ ვიყენებ chars. და როგორ გამოიხატება ეს? წერ ესეთ რამეს. მოდი ეს დავშოვოთ. წერ ესეთ რამეს. char მერე ცვალის სახელი, რადგან სიმბოლოებს ეხება ხოლმე მე ყოველთვის უფრო სიმბოლო ინტუიტიურად, ანუ უფრო შენარჩუნებულად დავარქვა სახელი და დავარქვა სიმბოლო ერთს დავუშვათ. უდრის და აი ნებისმიერი ასო. დავუშვათ B. ან C, ან ზაღლუკა, ან ძიეზი, ნებისმიერი რამე რა, რაც გამიხარდა. და მოდი დავპრინტოთ ახლა. სიმბოლო ერთი. გავუშვათ. არის ჩვენი B. ძალიან კარგი. თვითონ აი იმას რაც შეეხება აი ეს ჩვენი სიმბოლოს თემას მეხსიერებასთან დაკავშირებით, ანუ ეს ჩვენი ჩარი ინახავს უბრალოდ გამოიყოფა ყოველთვის ყოველ ერთ სიმბოლოზე გამოიყოფა 16 ბიტი. ეხლა თქვენ კითხვას დასვავთ რა სჭირდება ეხლა 16 ბიტი ამ ხელა მეხსიერების ადგილი ამ კონკრეტული ასოსთვის სიმბოლოსის, მაგრამ რატომაც ეგრეა რა. და გეტყვით რატომაც არის ეგრე. თვითონ
ეს ჩარი ხომ არის სიმბოლო, ჩარტიპის ცვლადში ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ მხოლოდ სიმბოლო და კონკრეტულ სიმბოლოს გააჩნია თავისი რიცხვითი მონაცემი. ყველა კონკრეტულ ასოს. აი მაგისთვის, აი მე მაგალითად, მეცოდე, ეს ჩარი ალბათ ხშირად დაგვრჩება ხო 60%-ში. დაგვრჩება. კი, დაგვრჩება. და მე რეკეთქვით როგორ 100 table. არის ესეთი 100 table-ი. აბა ეს ავიღოთ. არა, ეს ამჭირდება, ეს არ მინდა. აბა ეს ავიღოთ. აჰა. ხო. ანუ აი აქ მეცადე აქ უფრო ლამაზად არ არის? ანუ კონკრეტულ ასოს შეესაბამება თავისი შეესაბამება თავისი რიცხვითი მონაცემი. ნახეთ, თუ დააკვირდებით, აი მაგალითად, აი ახლა ძალიან ესეთი ისინია, ესენი არ გვხვდება ჩვენ. მაგრამ აი თუ დააკვირდებით, აი მაგალითად აი ეს ძახილის ნიშანი. ძახილის ნიშანის რიცხვითი მნიშვნელობა არის შეადგენს 21-ს. ამ ორ ვაკჭყალის მნიშვნელობა არის 22. ამის ძიეზი $20 არის 24, პროცენტის ნიშანი არის 25. თუ დააკვირდებით ახლა რიცხვებზე რო გადავიდეთ, 0-ის არის 30, 1-ის არის 31. და აი ასე შემდეგ. აი მაგალითად A არის, აი ეს A დიდი ასოთი არის 51, B არის 42, ასე შემდეგ ესე მიყვება და ანუ პატარა ასოთი საერთოდ სხვა არის, სხვა მნიშვნელობა შესაბამება. იმიტომ რომ პროგრამირებაში კონკრეტულ სიმბოლოს, ანუ პატარა ასოთი A და დიდი ასოთი A სხვადასხვა სიმბოლოებია და ყველა სხვადასხვა სიმბოლოს თავისი რიცხვითი მნიშვნელობა გააჩნია. და ასე ვთქვათ, აი ნახეთ ყველა სიმბოლოს, ნახეთ, აი ნებისმიერ სიმბოლოს გინდა რაღაცა კვადრატული ჭხილი აიღე, გინდა ტოლობა, გინდა ნაკლეობის ნიშანი, კითხვის ნიშანი, ყველას გააჩნია თავისი ასე ვთქვათ, ის რა, რიცხვითი მონაცემი. და ამაგას მე გავვილით ჩვენ როგორ შეგვიძლია დავინახოთ მაგ რიცხვითი მონაცემი შემდგომში. და ეს არის ჩვენ ჩარი, მხოლოდ ერთი სიმბოლო. ახლა თქვენ კითხვა გაგიჩნდებათ, აი რაში მჭირდება ერთი შენახვა? აი მე თუ ტექსტის შენახვა მსურს, რავი, string-ში მოვათავსებ. ან კიდე თან შეიძლება ესეთი კითხვაც გაგიჩნდეთ, რომ ეს ჩემი string-ი ხო ინახავს კაცო ერთ ასოსაც? ანუ ერთ ასოს ხო ინახავს? ანუ მე ხო შემიძლია შევქნა string, text ორი დავარქვა და გავუტოლდეს თავშოთ 100. ხო ვინახავ აქაც ერთს. და აქაც ერთს ვინახავ. და თითქოს ეს უფრო ის არის. ეს უფრო კარგია იმ კუთხით, რომ შეიძლება მე გავზარდო მონაცემი, A-ს კიდე რაღაცა დავუმატო და უფრო გაიზარდოს ჩემი ტექსტი, ხო? ჩარზე ეკრე ვერ ვიზავ, იმიტომ რომ ჩარია და ერთი სიმბოლოა და ვსო. ამ ერთი სიმბოლოს მე ამ ერთ სიმბოლოს ვეღარ დავუმატებ ვეღარაფერს უკვე. თუმცა ამ ჩარს დიდი დატვირთვა აქვს ხოლმე მონაცემების დამუშავების დროს და ჩვენ მე მაგაზე ძალიან მალე გადავალთ და ძალიან საინტერესოა, როცა ჩვენ შეხება გვექნება, აი ეს ხო არის ბლა ბლა ბლა, ხო, რაღაც ტექსტი მიწერია. მე შეხება მექნება ამ ტექსტის კონკრეტულ ასოებთან, კონკრეტულ ერთ ასოსთან და ის კონკრეტული ერთი ასო, ერთი სიმბოლო წარმოდგება როგორც chart ტიპის მონაცემი. და მე მაგაზეც გადავალთ და ძალიან მოგეწონებათ და ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ანუ დავიმახსოვრთ, რომ chart and is შუაბრად B არის chart ტიპის მონაცემი. შუაბრად, მხოლოდ ერთი სიმბოლო. და გამოიხატება ერთ მაგალითში. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით? მეცადე გამოვიდი აქ. აი.
კარგი. აი ესე, ჩვენი სიმბოლო. და როგორც ტექსტს გააჩნია რაღაცეები, ხო, აი თუ რაღაცა თვისებები, ისევე გააჩნია ჩარსაც. ისევე გააჩნია რიცხვებსაც და ასე შემდეგ. მაგაზეც გადავალთ მალე. რასაც უნდა მიაქცევთ ყურადღება არის ის, რომ როცა მე მინდა მონაცემის შენახვა, ჯერ რა თქმა უნდა ვსვავ კითხვას, თუ რა ტიპის მონაცემი უნდა იყოს ის. დავუშვათ მინდა ტექსტის შენახვა, ხო? წერ strings, მერე ცვლად ვარქმევ ცვალის სახელი, დავუშვათ a, უდრის და ვწერ აქ ტექსტს, ხო? და მე რა რიცხვი დავწერო? გაისვრის errors. Cannot be convert type into string. ესე იგი მე მარცხნივ დავწერე რომ string ტიპის მონაცემი უნდა იყოს ის რაც შეინახება თქო, რაც მე წვდომა მექნება თქო. და მარცხნივ მე დავწერე რიცხვი. და ამაზე გადაირია პროგრამა და მეუბნება რომ რა ვიცი ვერ ხარ კარგად რა ამ შემთხვევაში. და ანუ ლოგიკურია, იმიტომ რომ მე ველოდები, აი string a რო დავწერე და უდრის რო დავწერე, აქ უკვე ჩვენი პროგრამა ელოდება string ტიპის მონაცემს. და მე აქ დავუხვედრე რიცხვი. აქ ნაგავნა ყოველთვის მარცხენა მხარეს არსებული ტიპი და აი ამ რიცხვის, ამ მონაცემის ტიპი, ან თვითონ აქ რაც მეწერება, ამ მონაცემის ტიპი უნდა ემთხვედეს აუცილებლად ერთმანეთს. აქ რა თქმა უნდა ვერ ემთხვევა. ხუთიანი, იმიტომ რომ რიცხვია ხუთიანი და ვერ დაემთხვევა. მაგრამ რაღაცა ტექსტი უკვე ემთხვევა, ხო? გინდ ცარიელი იყოს ეს, ხო? გინდ არაცარიელი, გინდ რაღაცა მეწეროს, ხო? არა, შუა. ეს a ტიპი ხო არის string-ი და აქაც დაემთხვა როგორც string-ი. ეხლა ესეთ კითხვას დავსვავ რა. შემიძლია თუ არა? აი, შევქმნი ერთი მონაცემი რა, დავუშვათ სიმბოლო, აი char სიმბოლო ერთი უდრის b-ს. და აი აღარ მინდა ამ b-ს შენახვა რა, მე უკვე მინდა რომ სხვა ინფორმაცია შევინახო უკვე. აი, სხვა ინფორმაცია სიმბოლო ერთში. მე რო ეხლა დავწერო სიმბოლო 1 უდრის დავუშვათ რიცხვს რაღაცა. მაინც error-ზე გავა. იმიტომ რომ ეს სიმბოლო 1 არის char ტიპის და მე თუ მსურს რომ ჩემი სიმბოლო ეს ცვლადი შევცვალო და სხვა ინფორმაციაზე წვდომა გქონდეს, ანუ b აღარ მინდა და მინდა სხვა მონაცემი რომ მივცე მას. ის მონაცემიც უნდა იყოს char-ი. ანუ ჩვენ ტიპს ვეღარ შევცვლით. ანუ მე თუ მაქვს char ტიპის ცვლადი, სიცოცხლის ბოლომდე მაქვს char ტიპის ცვლადი და მორჩა. მე თუ ამაზე რაღაცა ცვლილება მინდა, მაშინ მე უნდა შევცვალო და მაშინ აქ კიდევ ანუ სხვა სიმბოლო უნდა ანუ თუ რაღაცა შეცვლა მინდა, დავუშვათ სიმბოლო 1-ის, რასაც მე დავუწერ მარჯვნივ, ის უნდა იყოს აუცილებლად char ტიპის. აი, ძალიან მარტივად რო ვთქვათ ცხოვრებისეულ მაგალითი, რომ რაღაცა სივრცე მაქვს დავუშვათ რა ვიღო წიგნების თარო სიტყვაზე და ამ წიგნების თაროში აი უბრალოდ განსაზღვრული ეს ტიპი რომ მან უნდა იყოს სულ წიგნები რა ჩადებული და აი წიგნი რო ჩავდე და აი მოდი აღარ მინდა წიგნი და რო ჩავდე თქვა ანუ წიგნი რო დავდო და რო ჩავდო მანდ რო შევცვალო ანუ არ მოსულა წიგნების თარო თუა წიგნები უნდა იყოს მანდ და ანუ char ტიპის ცვლადი შევქმნი სიმბოლო 1 char ტიპის თუ არის ამ ცვლადს წვდომა ექნება მხოლოდ იმ მონაცემების მეხსიერების უბანზე რომელიც char ტიპის არის გესმით ხო აი მაგათაც JavaScript-ში Python-ში ეგრე არ არის JavaScript-ში Python-ში არ არის ეგრე ტიპი კაცრად ტიპიზირებული ენა და დავუშვათ ეს სხვა პროგრამირების ენებია მაინც რო ვიცოდეთ რა აი რაღაცა JavaScript-ში სიტყვაზე რაღაც სვადი თუ მექნებოდა ან Python-ში დავუშვათ ტექსტი მაქვს და ეს უდრის რაღაცას თქო და რო დავწერდი მე შემეძლო რომ ეს ტექსტი გამეხადა ხუთიანი ან ოთხიანი იმიტომ რომ იქ არ არის კაცრად ტიპიზირებული ენა ის არ არის და იქ ცვლად შეუძლია ნებისმიერი ტიპის მონაცემი მიიღოს მაგრამ რაღაცა C# არ არის ეგრე და არის მკაცრი ანუ ცვლად რო იქნება რომ აი ამ ტიპის არის და
ეს ტიპი აირჩიებს, ცხოვრების ბოლომდე მაგ ტიპის ხარ და აწი თუ რაღაცა მონაცემის შენახვა გსურს, სხვა ტიპის მონაცემის შენახვა. მაშინ ბოდიში, მაგრამ ამ ცოდს ვერ გამოიყენებ და თუ მაშინ სხვა ცოდი შექმენი და იქ შეიყვანე ის მონაცემი. გესმით ხო? ასე რომ ესეთი სიტუაციები არის ხოლმე. ნება კითხვა თუ აი რამე? მოდი ახლა ავხსნათ ბოლო ტიპი, რაც მინდა რომ განვიხილო და მაგის მერე უკვე რაღაც პატარა მეთოდებზე გადავალთ. აი როგორც დავუშვათ ტექსტებს ქონდა, string ტიპის მონაცემს ქონდათ, აქვთ to upper მეთოდი, to lower მეთოდი, length-ი, რომელიც სიგრძეს აღნიშნავს. ასევე ამათაც გააჩნიათ. ჩახსს გააჩნია, რიცხვებსაც გააჩნია და ასე შემდეგ. მაგალითად nams იდეაში, ანუ რიცხვებს დიად არ აქვს ხოლმე ტიპი, მაგრამ ნუ რიცხვებზე სხვა რაღაცები გჭირდება ხოლმე რა. აი, ეხლა მივადექით მოდი bools. ბოლო ტიპი, bool. მოდი აქ დავწეროთ რომ chars ვეხები. აი ესე. და მოდი გადავიდეთ ახლა bool-ზე. რა არის bool? bool-ი არის მონაცემთა ტიპი, რომელიც აღნიშნავს ჭეშმარიტებას ან ცდარობას. აი, მაგალითად 3 მეტია 4-ზე. მე რო აი ეს დავპრინტო, აი მე ხო შედეგის გამოსატანად პროგრამაში ბევრ რამეს ვეუბნებოდი და უშუალოდ მივუმატე 2+4 თქო. ან მათემატიკურ ოპერაციებს ძალიან მარტივად აკეთებს ჩვენი პროგრამა. გამრავლე თქო, რიცხვები თქო, გაყავი თქო, ასე შემდეგ, ყველაფერი ხო უთხარი. და აი მაგალითად ესეთ რამე უთხრათ, 3 მეტია 4-ზე. და მოდი ნახოთ რას დამიპრინტოს. false. ცდარობა. ანუ პროგრამა მითხრა რომ 3 4-ზე მეტი არ არისო. ჩოლობთ მარტივად. 3 მეტია 4-ზე მე რო დავწერე, მითხრა ცდარობა. აი ძალიან მარტივად მე რო რაღაცა შეგეკითხოთ და მე რო შენ რო თქვენ რომ მითხრათ კი ან არა. ან ჭეშმარიტი ან ცდარობა. მე რო რაღაცა ითხოვს დაგისვავთ, მაგალითად 5 მეტია 4-ზე? კი, მეტია ხო? ასე რომ თქვენი პასუხი იქნებოდა ჭეშმარიტება. რავი. ნებისმიერი თეზის, ნებისმიერი ის რო ავიღოთ, მაგალითი ან ჭეშმარიტებას მივიღებ, ან ცდარობას მივიღებ. ასე რომ არსებობს bool ტიპი. აი მოდი დავპრინტოთ ესეთი რამე. არსებობს ესე ჭეშმარიტება true და არსებობს ცდარობა false. აი ეს ჩვენი მონაცემებია რა. True და false. ანუ მონაცემი შეიძლება იყოს როგორც ტექსტი, ისე რიცხვი, ისე, ნუ რიცხვი როგორც მთელი, ასევე აწილადური, ასევე სიმბოლო და ასევე ჭეშმარიტება და ცდარობა. ესე გვაქვს. ჭეშმარიტება და ცდარობა. და არის bool ტიპის. აი მე რო მივიდე ხა true-სთან, მეუნება, მოიცადე? აი აქ მეუნება system.boolean. ნუ ეს boolean ესეთი ის არის ტიპი უბრალოდ აი ნახეთ ეხლა რომ მივიტანე bools წერს. ხო? ანუ ჩვენ რო შევინახავთ bools გამოვიყენებ რა, აი აქ. და რავი, ჩვენ რო წერ bool ამის მე რაღაცა ცვლადი სახელი, აი ფანტაზიაში მიჭირს, ახლა მიჭირს ზოგად ცვლადის სახელებში, რავი, რეზულტატი რო დავარქვათ, რა ვიცი, result. უდრის truth. დავუშვათ. აბა დავპრინტოთ ეს. True. დაპრინტა.
და ასევე მე თუ ხა false დავწერე აქ, ეს რეზულტატიც მოხდება false-ი. აი ესე. ჩვეულებრივად ძალიან მარტივი ტიპია, გამოხატავს ჭეშმარიტებას და ან ცდარობას. აბა ამაზე თუ გაქვთ რამე კითხვა? კარგი. ხალხო, რო არ მიჭედავს მაინც ვინმემ რო ხმა ჩართოთ, რო გავიკვე რომ ლექცია კარგად მიმდინარეობს. ოკეი. შენერი. მაგალითი თუ შეგიძლიათ რომ მოგიყვანო, ანუ რაში გამოვიყენებთ ამ vodafone? ძალიან კარგი. ველოდება კითხვას. რაში ვიხარ ამას? კარგად ვერ გავიგე. ძალიან კარგი კითხვა. ეხლა ნახე. რაში გამოგვადგება ჭეშმარიტება ან ცდარობა? აი მაგალითად. როგორ გავარკვიო რა? აი მოდი მაგალითად. ჩემი მიზანია გავიგო რომ სიტყვაზე რაღაცა ტექსტი მაქვს მე. მაგალითად, აი რაღაცა ტექსტი მაქვს. string text 2 დავუშვათ. უკვე არის ესეთი ცოდი? აბა მოვიდეთ ისინი დავაკომენტაროთ ცოტა ხანი. და კომენტარებ string text 2 უდრის სიტყვაზე hello world. და აი მოდი ახლა ესე წინადებას გეუბნებით რომ დამიდგინეთ ეს ჩემი წინადადება ამის სიგრძე მეტია თუ არა 20-ზე მაგალითად. ძალიან მარტივად დამიდგინეთ მეტია თუ არა მეტია 20. ესე იგი პროგრამამ რა უნდა დამიბოს? ესე იგი true ან false, ანუ ჭეშმარიტია თუ ცდარია ჩემი მოქმედება, ხო? აი მაგალითად ეხლა რას დავწერ, ხო? დავპრინტავ ამას, ეხლა დავწერ text 2. ეხლა პირველ რიგში სიგრძე როგორ ვარკვევ როგორ, ხო? text 2, მოდით ან დავპრინტოთ, გავიხსენოთ. text 2 წერტილი length-ი. ამით გავარკვევ რა მხელ არის ჩემი ის, ხო? 11. მაგრამ მე რო ეხლა აქ 11 დავინახე, კი ეხლა ჩემ გონებაში მივხვდი რომ აი ეს 11 რადგან არის 20-ზე მეტი ვერ არის და კაი, ესე კი false-ია, ცდარია. მაგრამ მე მინდა რომ პროგრამას მიხვდეს. მე კი ეხლა ჩემი გონებით მეც გვხვდები, მაგრამ პროგრამას მინდა დავაწერინო. ამიტომ ესეთ რაღაცას შევეკითხები, მოდი. text-ის length-ი ხო არის 11. ეს თუ არის მეტი 20-ზე? გავარკვიოთ? false. ანუ ცდარობა. მოდი ერთი პატარა მაგალითიც გავაკეთოთ რა. აი ეხა გაარკვევთ, ეხა მიხვდებით ძალიან კარგად. დავუშვათ. აი ადრე რო ვაკეთებთ ამომოცემს, მე მგონი პირველ დავალებებში იყო, რომ ესა პროგრამამ უნდა მოგთხოვოს, რომ შევიყვანოთ ტექსტი და ასე ვთქვათ და გავარკვიოთ ცარიელია თუ არა ეს ტექსტი. ანუ ნახეთ რას გულისხმობ. როცა მე იქ შემყავს რაღაცა ტექსტები, მე ხო შემიძლია არაფერი არ შევიყვანო და enter-ს დავაჭირო პირდაპირ. არაფერი არ შევიყვანო. ამ შემთხვევაში ჩემი ტექსტი ხო ცარიელი გამოვა. ცარიელი რას ნიშნავს? ცარიელი ნიშნავს იმას, რომ ტექსტის სიგრძე არის 0-ის ტოლი, ხო? ჩვეულებრივად. აქედან გამომდინარე, მოდი ისე დავალება გავაკეთოთ. Conservative line-ში მოდი ჩავწეროთ, აი როგორც ჩვენ აქამდე ვაკეთებთ, გთხოვთ, შეიყვანოთ ტექსტი. ეხლა თან გავიხსენოთ, როგორ შეგვიძლია ჩვენ რომ წავიკითხოთ ის ტექსტი, რაც წაიკითხოს პროგრამამ ის ტექსტი, რასაც მე ჩავწერ, console წერტილი read line-ის საშუალებით, ხო? read line-ის საშუალებით. ჭხილს ხურავ. აი ესე. მაგრამ ნახეთ ეს console წერტილი read line ხო არის ის, რომ ტექსტი
ანუ ტექსტს წაიკითხავს. ეს არის რაღაცა მონაცემი. მაგალითად, მე თუ ჩავწერ ლაშას, იქ ამის ადგილას ლაშა ჩაჯდება, ხო? და მოდი დროა უკვე, რომ ეს მონაცემი შევინახოთ. ეს ხო ტექსტია ჩვეულებრივ, მე ჩავწერ. და მოდი დროა, რადგან მე უკვე ცვლადები ვიცი, დროა, რომ ეს შევინახო ეს მონაცემი. პირველ რიგში ვფიქრობ, რა ტიპის მონაცემია ეს კონკრეტული მათგანი. რა მონაცემიც არის? ეს არის string-ი, ტექსტია, ხო? იმიტომ რომ მე დასაწყისში ვახსენე ლექციებში, რომ console readline-ის საშუალებით იმ გარემოში, რასაც მე ჩავწერ, ის ყოველთვის ტექსტია. აი, მოდი რო გავარკვიოთ რა. აი, რასაც ახლა მე ჩავწერ რაღაცეები. ეს ყოველთვის ტექსტია. სულ რო რიცხვი მეწეროს. ეს ყოველთვის ტექსტია. აქედან გამომდინარე უნდა შევინახოს string ტიპის სვლადში, ხო? string დავუშვათ text-ი სიტყვაზე უდრის console.readlines. აი ესე. და მოდი ახლა გავარკვიოთ. ტექსტის სიგრძე დავლოკოთ. ანუ დავპრინტოთ ტექსტის სიგრძე. რამდენი იქნება? ჩავწერ ახლა დავუშვათ. რავი. algouni. algouni არის 7-ზე, ხო? დამიპრინტა 7. ხო? ოკეი. პრობლემა არ არის. მაგრამ აი, ეხლა ნახეთ რას ვიზავ? ეხლა მე პირდაპირ enter-ს დავაწვევი. და ნახეთ რა დაიპრინტება? 0. ანუ ტექსტის სიგრძე გამოვიდა 0. 0 რადგანაც გამოვიდა, ესე იგი ცარიელია, მაგრამ მე მინდა რომ ხა პროგრამას ვუთხრა. პროგრამა მითხრას ჭეშმარიტება თუ არა, ჭეშმარიტება თუ ცარობა და ვეტყვი ტექსტის length-ი უდრის თუ არა 0-ს. და ამით გავარკვევ. დავუშვათ ახლა მე enter-ს დავაწვევი, გამოვიდა ჭეშმარიტება, ანუ ცარიელია. ანუ ეს bool ტიპი ძალიან მეხმარება. აი, ძალიან მარტივად რო ავიღოთ, თქვენ რო საიტს რაღაცებს რო წერთ რეგისტრაციის დროს, ჩასაწერ ველებში, თქვენ რო გამოტოვოთ იქ რაღაცა ველი და მე ხო გეუბნებათ error-ს, წითლად გიწერთ ხოლმე რაღაცას, რომ გთხოვთ შეიყვანოთო. და როგორ არკვევს? იმით არკვევს, რომ დაადგენს თქვენს სიგრძეს, მაგ სიგრძეს შეადარებს 0-ს და თუ კი როცა შეადარებს 0-ს, თუ კი ჭეშმარიტება მაშინ გეტყვის, მაშინ არაფერს არ გეტყვის და თუ ჭეშმარიტება მაშინ გეტყვის, რომ შეიყვანეო, ხელახლაო ის რიცხვიო, ანუ არაფერი შეყვანილიო და გთხოვო ცარიელი არ დამიტოვო. და თუ ასე ვთქვათ, არ არის ცარიელი, მაშინ რავი, გააგრძელებს მოქმედებას. აქედან გამომდინარე ეს ბული ძალიან მეხმარება. აბა გისმენ? ორი უდრისი რატო დავწერთ? შვენიერი. ეხლა ნახე. რატომ წერ ორ უდრის? ჩვენ ვახსენეთ წინა ლექციებში, რომ არსებობს ტიპები. მესა არითმეტიკული ოპერატორები რა. მაგალითად, ჩვენ ვიცით პლუსი. ჩვენ ვიცით მინუსი. ჩვენ ვიცით გამრავლება. ჩვენ ვიცით გაყოფა. ჩვენ ვიცით უდრისი. ეს უდრისი არის მინიჭების დროს, ხო, როცა მე ცვლადზე ვამბობ, რომ დავუშვათ ეს ცვლადი ამ ცვლადს ქონეს ინფორმაცია წოდება ქონეს ამაზე, ხო? ანუ უდრისით მე ვანიჭებ. და მოდი უდრისით ცოტა გვერდზე გადავდოთ. გვაქვს მეტობა, ანუ მეტობა, ნაკლებობა, მეტობა ან ტოლობა, ნაკლებობა ან ტოლობა. ეს ყველაფერი არის მათემატიკაში ჩვეულებრივად. ხო? ამაზე პრობლემა არ არის. არანაირი. მაგრამ არის უდრისიც და არის ორი უდრისიც. ერთი უდრისი გამოხატავს მინიჭებას, ორი უდრისი გამოხატავს შედარებას. ერთი უდრისის დროს მე ვანიჭებ რაღაცას, აი დავუშვათ ცვლადი მაქვს და
ბოდიში. როგორ? არ უდრის არის ხო კიდევ? ხო, სახლის ნიშანი და კი, არ უდრისაც არის და მაგაზეც გადავალ. უბრალოდ ჯერ ეს ორი მინდა რომ ახსნა. ანუ ერთი უდრესი გამოხატავს მინიჭებას, აი ესე იგი მე როცა ვანიჭებ ცვლადს რაღაცის მნიშვნელობას. დავუშვათ ეს ტექსტი ხომ აქვს და მივანიჭე მას ეს console read line. ანუ მონაცემი ანუ წვდომა მივეცი რა, მივანიჭე. და ორი უდრესი არის შედარება. როცა მე ვადარებ ერთ ინფორმაციას მეორეს. მაგალითად, მე შემიძლია დავპრინტო 5 თუ უდრის 5-ს. ცოტა ხანი ეს დავკომენტაროთ. და მე ვადარებ ახლა მარცხენა მხარეს ვადარებ, მარჯვენა მხარეს. თუ არის ესენი ერთმანეთის ტოლი. და მეთქვის ჭეშმარიტებას. მოდი შევადაროთ 5, შევადაროთ 6. არის ერთმანეთის ტოლი? არ არის. დამწერა false. ხო? ანუ ორი უდრესი გამოხატავს შედარების ოპერატორს. ერთი უდრესი გამოხატავს მინიჭებას. ჩვენ ერთ უდრის ვიყენებთ ხოლმე ცვლადებთან მიმართებით. ცვლადებს უწევთ ხოლმე უდრის და მე ვწერთ კონკრეტულ მონაცემს, ხო? გინდა console read line ავიღოთ ეს, გინდა რაღაცა ტექსტი, ჩვეულებრივი, ჭყალებში რო ვწერთ ხოლმე, ხო? და ორი უდრესით მე ვადარებ. აი ესე იგი ეს ორი უდრესი შედარების ოპერატორია, იმ ტოლობის თემა. არის თუ არა ერთი მეორის ტოლი. მაგრამ რავი, მეტიაც ეს არის, მეტიაც შედარების ოპერატორია, ნაკლებობაც, მეტიან ტოლობა, ნაკლებიან ტოლობა. ანუ ერთი მხარე, ანუ მარცხენა მხარე ედრება მარჯვენა მხარეს. ანუ დავუშვათ ეს 5 მეტია 6 ხო დავწერე? დავუშვათ 5 ტოლია 6 ხო? 5 მეტია 6 ამომიგდებს ახლა ცდარობას, ხო? ცდარია და იმიტომ 5 ნაკლებია 6-ზე რო დავწერო, რა თქმა უნდა ამომიგდებს ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ 6 ნამდვილად მეტია 5-ზე. სწორია. 5 რავი, ნაკლებიან ტოლი 6-ზე. ესე ჭეშმარიტებას ამომიგდებს რა თქმა უნდა. ანუ ეს ნაკლებიან ტოლობა, რა მათემატიკაში იცით ხო, ალბათ რომ ანუ ნაკლებობა ან ტოლობა, ჩვეულებრივად. ასე რომ ერთი უდრესი გამოხატავს მინიჭებას, ორი უდრესი გამოხატავს შედარებას. და ამ შემთხვევაში ტექსტის სიგრძეს ვადარებ ნულთან და შედარება ყოველთვის იწევს ორ პასუხს, ან კი, ან არა. ჩვეულებრივად. დავუშვათ რაღაცა რიცხვია მარჯვნივარი მეორე რიცხვი, არის ერთი რიცხვი მეორეზე მეტი. ორი პასუხია. უბრალოდ ერთი პასუხია, ან კი, ან არა. ანუ ან ჭეშმარიტება, ან ცდარობა. აქედან გამომდინარე, ბულ ტიპი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბულ ტიპის გარეშე, ანუ ჭეშმარიტება და ცდარობის გარეშე, აი რა ვიცი, ვერაფერი ვერ მოხერხდებოდა. აი საერთოდ ვერაფერი. იმიტომ რომ ამ ჭეშმარიტება და ცდარობაზე არის დამოკიდებული მთელი საიტის არქიტექტურა. მე იქ ვამოწებ სწორად არის შეყვანილი რაღაც მონაცემი, პროგრამა თუ კი მეტყვის კი, მაშინ ან true თუ მეტყვის მაშინ რაღაცა სხვა მოქმედებას გავაკეთებ, თუ არა, მე errors ამოვუგდებ და ასე შემდეგ. ყველაფერი საიტზე რასაც ხედავთ, ყველაფერი თითქმის ამ ბულ ტიპის საშუალებით არის. და ერთი უდრესი მინიჭება, ორი უდრესი შედარება. აი აქტუარი რამე კითხვა და მე გადავალ ახლა სახლის ნიშანზე. აი რაც ავხსენი აქტუარი რამე კითხვა. მას მაგალითად სიტყვა გვიწერია და იქ უნდა დავტოვოთ 0. თუ ეგ ჩვენზე დამოკიდებული. მაგალითად სიტყვა გვიწერია და იქ უნდა დავტოვოთ 0. ვერ მივხვდი კითხვას. რას გულისხმობ მაგაში? ანუ სიტყვა მიწერია და იქ უნდა დავტოვოთ 0, ეს უნდა ვერ მივხვდი ლუკა შენ კითხვას. და თუ უფრო გასაგებად შეგიძლია, კითხე აქვე და თუ რამე მე პირადში გავიგებთ. კაი, აქ იყო რამე კითხვა? ვინმე რომ დამიდასტუროს, ან შეიძლება რავი. და გადავალ სხვა თემაზე. არა, გასაგები. კაი. ეხლა, როგორც ორი უდრესი მაქვს, ესე არის ძახილის ნიშანი, რომელიც გამოხატავს უარყოფას. ოღონდ ეს ძახილის ნიშანი ან რაღაცა მონაცემის უარყოფაა.
აი სახელმწიფო და ტოლობა გამოიყენება ხოლმე. ანუ არ უდრის. მაგალითად, 5 უდრის 6, ანუ 5 და 6 რო დარდება 2 უდრისის საშუალებით. ეს არის ამ შემთხვევაში ცდარობა. ხო ეგრეა. დამბრიდავს ღაბ ცდარობას. False. მაგრამ მე რო ვთქვა 5 არ უდრის 6 თქო 5 არ უდრის 6 ის მეტყვისო კი ნამდვილად სწორია 5 ნამდვილად არ უდრის 6-ო ანუ ეს არის უარყოფა ანუ 5 არ უდრის 6 ანუ მე რო გითხრა რომ ისა ვაშლი არ არის მსხალი რო გითხრა შენ დამეთანხმები სწორია ვაშლი ნამდვილად არ არის მსხალი ხო მაგრამ მე რო გითხრა ვაშლი მსხალია, შენ მეუბნები არა, ვაშლი არ არის მსხალი, ხო? ანუ ჩვეულებრივად მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ხო, ანუ ვიხდით, ხო? ანუ ეს სახეშენ ნიშნავს უარყოფას. ეხლა თქვენ კითხვას დამისვავთ, ორი უდრისი თუ შედარებას ნიშნავდა. აქ სახელიშენ თუ უარყოფას გამოხატავს, ერთი უდრისი რატომ იწერია აქ? ბარემ ორი უდრისი მექნებოდა, ხო? იმიტომ რომ ეს შედარებას თუ გამოხატავს, ანუ ტოლობას ძახილშანი უარყოფაა და დალაგდება ყველაფერი, ხო? მაგრამ, ნუ, სინტაქსურად ესე არის რატომღაც, რომ აი აქ უკვე ერთი უდრისით საკმარისია, იმიტომ რომ ის ერთი უდრისი თუ კი მინიჭებას გამოხატავს მარტო, ეს მხოლოდ ცვადებთან მიმართებაში ხდება, როცა მივდა რაღაცას მივანიჭო, რაღაცა ინფორმაცია, ცვლად მივანიჭო რაღაც კონკრეტული ინფორმაცია და მაგის უარყოფა ფიზიკურად შეუძლებელია და ამიტომაც ეს ძახილშანი და უდრისი დაკავშირებულია მოკლედ შედარებასთან. ოღონდ უარყოფისკენ მიმართულს. გასაგებია? დიახ. გასაგებია. შვენდერ. აინდოს ამ ბულის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აი ძალიან ბევრი რაღაც გაარკვიოთ. და ძალიან საინტერესო რამ არის რა. ეხლა მოდი რაღაცები ესე იგი ჩვენ გავიარეთ რომ ანუ ჩვენ ვთქვით რომ აი ტექსტებს გქონდათ რაღაცა მეთოდები დავუშვათ თუ აფერი თუ ლოვერი ლინკსი და ასე შემდეგ და აი მოდი თან დავამატოთ რა ანუ ასე ვთქვათ სხვა მეთოდებიც ვისწავლოთ რა აი მაგალითად ესეთი რაღაც ავიღოთ რა. მოდი ყველაფერი დავაკომენტაროთ. რომ ხელი არ შემეშალოს. იმიტომ ვაკომენტარებ რომ ცვლადის მისახელი ზოგჯერ შეიძლება მეორდებოდეს და ჩვენ ვთქვით რომ ცვლადს არ შეგვიძლია რომ ერთი და იგივე სახელი დავარქვათ. ანუ ორი ერთი და იგივე სახელი ცვლადი ვერ გვექნება. და მაგიტომ ვაკომენტარებ რომ ხელი არ შემეშალოს ამაში. აი მოდი ესეთი ის ავიღოთ რა. კონდეს რაღაც ტექსტი Hello World და აი მე რომ მინდოდეს გავარკვიო რომ აი ამ ჩემ ტექსტში ურევია თუ არა სიტყვა world-ი. აი ეს დავალება მინდა დავუშვათ. ურევია თუ არა, ანუ შეიცავს თუ არა, მარტივად ვთქვა, შეიცავს თუ არა ტექსტი worlds. ამ ჩემ სიტყვას თუ შეიცავს. ეხლა თქვენ რო ეხლა ამას ხედავთ, თქვენ დამეთანხმებით რომ კი შეიცავს. ხედავ. მაგრამ მე რო ხედავ ეს სხვა არის და პროგრამას რომ უნდა გავაგებინო ეს სხვა არის. ჩვენ ან არსებობს ესეთი მეთოდი. მოდით ან აქ დავწეროთ რა მეთოდები ვიცით. strings-ზე თუ აფერი ვიცით. თუ lower-ი ვიცით. ნუ ერთი links-ი ვიცით. ესე. და მოდი ეხა აი აქ დავწეროთ ერთი მეთოდიც. contains. თვითონ ინგლისურად ანუ ძალიან მარტივად გასაგები. კანა, ანუ ლოგიკური არის რა. და ეს contains-ი
აი მოდავწეროთ text წერტილი და contains. ნახეთ, აი ეს contains. ეს contains-ი არის ესეთი მეთოდი ტექსტებთან სამუშაოდ, სადაც როცა მე წერო, აი ტექსტი წერტილი contains როცა ვწერ, ესე იგი მე აი ამ ტექსტზე, ანუ ამ hello world-ზე ვიყენებ რაღაცა მეთოდს, რაღაცა ხელსაწყოს, რაღაცა მნიშვნელოვან თვისებას და ესეთი სიტყვა არის contains-ი, რომელიც ფრჩხილით იწყება, ფრჩხილით იღურება და ეს contains-ი მიბრუნებს ჭეშმარიტებას ან ცდარობას. ანუ text წერტილი contains და მე რო ჩავწერო, ანუ როგორ არის სინტაქსი რა? ესე იგი ამ ჩემ ტექსტი, ეს ჩემი ტექსტი თუ შეიცავს და აი აქ უნდა ჩავწერო ის კონკრეტული სიტყვა. მაგალითად ვორდი. აი ეს. და მოდი ეს დავაკონსოლოთ. ანუ რაც ახლა მექნება, ეს დავპრინტოთ. ანუ გამოვიტანოთ ეკრანზე ის შედეგი, ტექსტი შეიცავს თუ არა worlds. აი ეს ჩემი ტექსტი, თუ შეიცავს world სიტყვას. world ხო სიტყვა, ჩვეულებრივი ტექსტია, ხო? აბა გავარკვიოთ. ჭეშმარიტება. აგერ არის. ჭეშმარიტება. True. შეიცავსო. ანუ ეს contains-ი არის მეთოდი, რომელიც აბრუნებს ან ჭეშმარიტებას, ან ცდარობას. როგორც მაგალითად, get type-იც დავუმატოთ, მოდი. მაგრამ ეს get type-ი ყველას აქვს. ყველა ტიპს გააჩნია, მაგრამ აქაც იყოს get type. როგორც get type-ი მე დავწერე იქ და ამოვიგდო, რომ დამიბრუნა კონკრეტული ტიპი, იმის რა ქვია, მონაცემის. contains-ის იგივე მეთოდია, contains-ის არის მეთოდი, რომელსაც თავისი დანიშნულება აქვს. მისი დანიშნულება არის მხოლოდ ის, გაარკვიოს კონკრეტულად იმ ტექსტში, რომელზეც არის contains-ი გაკეთებული, ჭხილებში რა ტექსტიც მეწერება. აი ეს ტექსტი თუ არის ამაში. თუ არის, მაშინ მეუნება true-ს, თუ არ არის, მაშინ მეუნება false. მოდი მარტივად, ეხლა დავწეროთ რაღაც სხვა სიტყვა რა, algoni. Hello world-ი algoni არ არის და დამიბრუნა false-ი. ეხლა მოდი ესეთი რამე დავწეროთ. ტექსტი შეიცავს თუ არა os. შეიცავს. რატო არ შეიცავს? ანუ აქ სიტყვაზე არ არის საუბარი. ანუ აქ არის მონაკვეთზე. ანუ ამ ჩემ ტექსტში ნებისმიერი მონაკვეთი შეიცავს თუ არა. ანუ ნებისმიერი ის მონაკვეთი არის თუ არა ამ ჩემ ტექსტში. მაგალითად, lo რო ვუთხრა შეიცავს თუ არ შეიცავს, მე თქვი რომ შეიცავსო. space-ი რო ვუთხრა, აი აქ რო ესე დავწერო. შეიცავს თუ არა space-ი. ანუ აი ეს რაღაცა პაწაწუნა, ეს თუ არის ამ ტექსტში, მე თქვი რომ შეიცავსო. True. მაგრამ აი ნებისმიერ რაღაცა სხვა რაღაცა რო დავწერო, დავუშვათ b რო დავწერო მაგალითად. ან თუნდაც b რო დავწერო, არ ვიცი რა აქვს მნიშვნელობა. b რო დავწერო, არ შეიცავს. ამაში არ არის b. ეგეთი ზუსტი ნაწილი რა. მიხვდით? ანუ კონკრეტული მონაკვეთი ტექსტზე, ანუ ტექსტი შეიცავს თუ არა კონკრეტულ მონაკვეთს. და ასე ვთქვათ, აქ რა ვიცი, მოდი აი აქ თქვენ კითხვა დაგებადებოდათ და აი თქვენი კითხვები მაინტერესებს რა ამ contains-ზე. აი ნებისმიერ რამე რო გავაკეთოთ. თუ გაქვთ რამე კითხვა, რა თქმა უნდა. ცოტა გავართულეთ რა. ცოტა წავედით წინ. Okay. აი, არ გაქვთ თქვა. კარგით.
ანუ contains ესეთი ტიპია, ესეთი ის არის რა, მონაცემი. მოდი ახლა ესეთ კითხვას დაგიშალოთ და მაინტერესებს ვინ პასუხებთ. ეს contains-ი მე თუ მიბრუნებს ჭეშმარიტებას და მცდარობას. ანუ რა ტიპის მონაცემს მიბრუნებს? რა არის ეგ ტიპი? False. ბულ, შვენიერ. ანუ თუ ჩვენ ვიცით რომ ეს არის ბული, ესე იგი ძალიან მარტივად ესეთი საბოლოო დასკვნა შემიძლია დავდო, რომ ეს contains მეთოდი აბრუნებს ბულ ტიპის მონაცემს, ანუ ან ჭეშმარიტებას, ან მცდარობას. და აი ძალიან მარტივად ნახეთ, თუ კი ეს ბულ ტიპის მონაცემია, მოდი შევინახავ ამ სლოტში bool result უდრის text contains რაღაცა. აი ესე. და თუ კი არის false, თუ კი შეიცავს, ესე იგი ამის ადგილას false-ი ჩაჯდება, ხო ეგრეა? თუ შეიცავს, მაშინ ამის მაგრას true ჩაჯდება. ანუ რო გადავთარგმნოთ რა, უკვე. და ამ results-ს როცა მინდა მე დავპრინტავ. აქ h-ი რო დავწერო, მაინც ამომიგდებს. Truth. მაგრამ აი ნახეთ, დავუშვათ აქ რო h-ი მაქვს და აქ რო d მაქვს. აქ ესეთ რამე რო დავწერო, არ ამოვაგდებს. ანუ ამაზე მეტყვის false. ანუ მონაკვეთზე აქვს საუბარი. კონკრეტულად მონაკვეთზე, რომელიც აი ეს ორი ასო უნდა იყოს ერთად რა, ახლოს, ერთად. ამაზე რა თქმა უნდა false ამომიგდებს. აი ეს. აი contains-ზე, ანუ ალბათ უფრო მეტად გექნებათ ამათზე კითხვები, contains მაგალითად. მოდი ახლა ესეთ იმაზე გადავიდეთ რა. აი ეს contains-ი ახსენეთ. მოდი ახლა ერთი მეთოდი ვისწავლოთ კიდე. Replace. Replace-ი არის მეთოდი ესეთი, რომელიც ძალიან საინტერესო მეთოდი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი ასო შევცვალოთ მეორე ასოთი, ან ერთი კონკრეტული სიტყვათა რაღაცა ჯაჭვის შევცვალოთ მეორე სიტყვათა ჯაჭვით და ასე შემდეგ. აი მაგალითად ცოტა ხანის დავაკომენტაროთ, ხომ აქვს hello world. მაგალითად მინდა რომ აი ეს world-ი შევცვალოთ algo unit. ანუ word კი აღარ იყოს, იყოს algo unit. მე შემიძლია რამე დავწერო რა. Text წერტილი replace შეხელს გავხსნი და ეხა აქ როგორი რაღაცა იცით? ცოტა განსხვავებული სინტაქსი აქვს, განსხვავებული კოდის ის არის. ანუ ჭხილში უნდა დავწეროთ ორი რაღაცა. პირველი ის თუ რა მინდა რომ შეიცვალოს და მეორე ეს წერ რით მინდა რომ შეიცვალოს. ანუ მაგალითად world-ი მაქვს ეს და აი აქ წერ algo unit-ს და მინდა რომ world-ი შეიცვალოს algo unit. ანუ replace-ი მოხდეს, ჩანაცვლება ერთგვარად. და მე რო ეხა ეს დავპრინტო. ნახეთ? რაცა პრინტავს hello algo unit. ანუ ჩანაცვლდა ერთი ასე ვთქვათ სიტყვა მეორე სიტყვათი. შემიძლია თუ არა რომ ერთი ასო ჩავანაცვლო მეორე ასოთი? შემიძლია. მაგალითად ეს პირველი ასო რომ მაქვს. აი ეს შემიძლია ჩავანაცვლო. ოღონდ ანუ ეს მოდი რომ მაქვს ჭავში დავწეროთ შეჭირებით. ხო, რომ ჭავში შეიძლება აქ და მაგდო. h-ი მოდი ჩავანაცვლოთ იმითი, რა ვიცი. დით მაგალითად. გავუშვათ? შეიცვალა. აბა გისმენ?
ანუ h თუ წერთ და თუ წინადადებაში 2h-ია, მაგ შემთხვევაში რა ხდება? ორივე იცვლება ერთად? ძალიან კაი კითხვა. კი. ორივე იცვლება. აქ რო h დავწერო. ნახე. აქაც შეიცვალა. და აქაც შეიცვალა. ეხლა შეკითხვა დაგებატება. მე თუ ერთი შეცვლა მინდა, მაშინ რა ვქნათ, ხო? ანუ მე თუ მინდა რომ მხოლოდ ერთს მივაქცევ ყურადღება. აი სამწუხაროდ ეგ replace საშუალებას არ მაძლევს, ანუ replace-ით ყველა იცვლება. ანუ თუ მარტო ერთის შეცვლამ სურს, მაშინ სხვა ოპერაციებს გაკეთება მომიწევს, რომელიც უფრო რთულია და მე მაგას ნელა გავივით. აი რატომღაც C# ეგრეა რა, replace-ი ყველას ცვლის. იცი რატო? აი მაგალითად სხვა პროგრამების ენაში როგორ არის, იცი? replace ხო არის და არსებობს replace all ესეთი მეთოდიც. და replace მხოლოდ ერთს ცვლის და replace all-ი ყველას. და C# რატოღაც replace-ი ყველას ცვლის. ანუ replace all-ი არ არის რა აქ, replace-ია და ყველას ცვლის. ამიტომაც რაღაცნაირად მე ნაკლად ვთვლი ამას ამ C#-ის ენაში. ნუ მე ვინ ვარ რაღაცა ნაკლი თქვა C#-ზე, მაგრამ ჩემი გამოსახედიდან ეგრეა. მიხვდი? აბა ნახოთ აქ. ოკეი. ეთუკა, რამე კითხვა ხო არ გაქვს? კაი, თუ რამე თუ ექნება. მე მითხრა. ანუ არა მარტო რაღაცა სიტყვა და რაღაცა, ანუ კონკრეტულად აი ეს რაღაცეები და უშუალოდ აი ეს შევცვალოთ რაღაცით. ალო დავუშვოთ. hells თუ დავწერ. ხო, ეს მაგარი ენება გამოვიხა. allo world ხო, ანუ რაღაცა გამოვიდა. ანუ შევცვალოთ ერთი მეორეთი. აი, მოდი ახლა ერთსაც გავარჩევ, ანუ ორ რაღაცას აგიხსნით და დღეს დავაშალოთ. ეს მოდი string-ზე საკმარისია. string ტიპის მონაცემები, ანუ ტექსტებზე ესეთი ტიპები გვაქვს. ესე იგი, თუ აფერი ჩვენ ადრე ვისწავლეთ, თუ რომელიც დიდ ასოზე გადაიყვანს, თუ lower-ი პატარა ასოზე გადაიყვანს, length-ის სიგრძეს გვეუბნება, get type-ი ტიპს გვეუბნება, contains-ი, ანუ შევცვალოთ, ასე ვთქვათ. ესე შეიცავს თუ არ შეიცავს ფასურად და replace-ი შეცვლა. ერთთან მეორეში. და ეხლა მოდი ეს ვთქვათ, გავიაროთ char-თან დაკავშირებულად. char methods. აი დავუშვათ მაქვს char ტიპის რაღაცა მონაცემი. აი რაღაცა სიმბოლო. დავუშვათ სიმბოლ უდრის ეს. ან რიცხვს. ან აი დავუშვათ რიცხვი იყოს. მე შემიძლია char-თან მიმართებით გავარკვიო ეს ინფორმაცია რაც არის რიცხვია თუ ასო. ესეთი მეთოდი არსებობს. ესეთი სინტაქსი. ეხლა ეს ცოტა რთულთან არის დაკავშირებული და მოდი ის ვთქვათ ცოტა მოდი მომყევით და ამას მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. char წერტილი is digit და ფჩხილებში სიმბოლო. აი ესეთი სინტაქსი აქვს. char წერტილი is digit ანუ არის თუ არა რიცხვი და ფჩხილებში ვწერ იმ კონკრეტულ სიტყვას. რაზეც მაქვს საუბარი. ან შემიძლია დავუშვათ 4-იანი ჩავწერო აქ. მოდი ცოტა ხანი სვლაძეც არ მაქვს საუბარი, მოდი ცოტა ხანი ეს გავარკვიოთ რა. დავპრინტოთ ახლა ეს. ანუ პრინტავ იმას char წერტილი is digit 4. ანუ ეს ჩემი სიმბოლო რაც არის, ეს 4-იანი არის თუ არა რიცხვიო. და დამიბრუნებს ჭეშმარიტებას, truth. ეს is digit, როგორც contains იყო იქ, is digit-იც აბრუნებს bool ტიპის მონაცემს. ანუ ან ჭეშმარიტებას, ან ცდარობას. მაგალითად არის ესეთი რაღაცა is letter
is-letter-ი მეუბნება, აი ის კონკრეტული 100 არის თუ არა რა. აქ false-ი დამიწერა, ხო? იმიტომ რომ 4-იანი არ არის ის ტექსტური 100. მაგრამ მე რო ეხლა აქ დავუშვათ A დავწერო, ამ შემთხვევაში ეს ჭეშმარიტებას დამიბრუნებს. ასევე არის char წერტილი. იცოდე რა არის აქ? გავარკვიო. იცოდე is punctuation ესეც არ ყვევს is separator is symbol და ეგეთი მოცემებია რა ჯერჯერობით მოდი ჯერ მარტო ესენი დავიმახსოვროთ is digit-ი და is მოდი is digit-ი ავიღოთ და is letter is digit-ით მეთოდი არ ყვევს არის თუ არა ჩვენი კონკრეტული სიმბოლო რიცხვი და char წერტილი is letter-ი არ ყვევს არის თუ არა ჩვენი კონკრეტული სიმბოლო აი 100 რა letter is digit char წერტილი is letter ეს არის მეთოდი აი ჩვეულებრივად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ხოლმე ცვლადი აქ მოდი ეს იყოს და სხვა მაგალითი გავაკეთოთ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ცვლადი დავუშვათ char ტიპის მონაცემი გვაქვს დავუშვათ symbol 1 უდრის რაღაცა სიმბოლოს დავუშვათ a და გავარკვიო ამის აი ეს არის თუ არა რიცხვი როგორ გავარკვიო symbol 1 ვუსურვათ სინტაქსი როგორ არის ესე იგი char წერტილი is digit და ფჩხლებში ჩავწერე symbol 1 და ეს დამიწერს ან ჭეშმარიტებას ან ცდარობას და მე შემიძლია ან დავპრინტო კიდევაც პირდაპირ აი აქ ესე ან მეორე გზა არის რომ ჯერ ცვლადში მოვათავსო როგორც აი აქ გავაკეთე ცვლადში შევინახე და მე რო დავპრინტოთ აი ამავდროულად false. იმიტომ რომ ეს a ნამდვილად არ არის რიცხვი. მაგრამ აქ რო is letter გამოვიყენო, მოდი ეს იყოს და სხვა გავაკეთოთ. is letter. რომ გამოვიყენო, ამომიგდებს ჭეშმარიტებას აი აქ. რიცხვი არ არისო, მაგრამ 100 არისო. აი ეს ეს აბა აქ თუ არა მეკითხვა აი ეს არის ცოტა რთულად გასაგები სინტაქსი აი უბრალოდ დავიმახსოვროთ რომ ესეთი რამე არსებობს და მე მოიძიებთ რა ამათ მე მასალაში ავტვირთავ მე რომ არსებობს ეს char წერტილი is digit და ფჩხილებში ვუწერ კონკრეტულად იმ სიმბოლოს გასაგებია Yeah. აბა სხვებს ის საზრ მაინტერესებს იმიტომ რომ აი მესმის რომ ეხლა ცოტა გართულდა რა მაგრამ აი პრაქტიკა მინდა რომ აი ძალიან ბევრი აპრაქტიკოთ მას შეგიძლიათ რომ ეს რო დავწეროთ მაგრამ console read line-ი ეგრეთ დავწეროთ მაგრამ console read line-ი ნახე console read line-ი char symbol რას გვიკეთებს მას ვერ ოკეი კაი მოდი ჯერ პირველ კითხვას გავცემ პასუხს შეგიძლიათ რომ დავწეროთ მაგრამ console ნახე console read line-ი ყოველთვის string ტიპს აბრუნებს ყოველთვის სულ რომ 100 დაწერო იქ და enter-ს დააჭირო მაინც ტექსტად აღიქვავს string-ად ხვდები ასე რომ char-თან მიმართებაში მაგას ვერ გამოვიხსენებთ გასაგებია რატი ოკეი და მეორე კითხვა char symbol რას უყურებს მას ვერ მოხდა ლუკა char-ი არის სიმბოლო ან char-ი არის ტიპი რომელშიც ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ სიმბოლო ანუ მხოლოდ ერთი რაღაცა 100 და სინტაქსი ესეთი არის რომ
ერთ მაგ ბრჭყალებში ვანთავსებ იმ კონკრეტულ ერთ რაღაცას. გინდა რიცხვი იყოს, გინდა 100 იყოს, გინდა ეს ძირი იყოს, გინდა ეს იყოს, გინდა დოლარი, გინდა პროცენტის ნიშანი, ნებისმიერი რამე. უბრალოდ ინფორმაციის შესანახად არის რა, როგორც ტექსტს ვინახავ ხოლმე string ტიპში, ისევე chars ვინახავ, ასევე რაღაცა მხოლოდ 100-ს ვინახავ char-ში. ლუკა, ეხლა მაიც არის ცოტა გასაგები? იმიტომ რომ როგორ სიტუაცია იცი, თქვენ დავალებებში გაარკვევთ და პრაქტიკაში. ანუ ლექციაში ყოველთვის რთული ერთი შეხედვით ესე რა, როცა შეხება არ გქონიათ. მაგრამ ვეცადე რომ მაქსიმალურად ამეხსნა რა, ესე დეტალურად და თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, ანუ ამ პროცესში ყოველთვის იქნება კითხვები და მე იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ და ერთად გავარჩიოთ. ანუ რამდენჯერაც საჭიროა რა. იმდენჯერ. Okay. კაი, აბა კითხვა გქონთ რამე? საბოლოოდ. და ის მაინტერესებს აი ეს ხა თემა რაც გავარჩიეთ. აი თქვენი აზრი მაინტერესებს რა. ანუ რაღაცა გაურკვევლობაში ხართ ჯერ თუ რაღაც დონეზე გაიგეთ. თუ აი ეგ რომ მითხრათ რა. რა თქმა უნდა დავალების პროცესში გამოჩნდება ეგ. დავალებას როცა გააკეთებთ, მანდ გამოჩნდება. ცოტა აქ აუდიენში ხო? რავი, ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად. კარგი. Okay. კაი. მაშინ მოდი დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. ცოტა ნელ-ნელა მივიწევთ წინ და ის იქნება რა. ცოტა პრობლემები რა, ბევრი კითხვები გაჩნდება. და აუცილებლად თქვენ გვერდით ვარ ნებისმიერ კითხვაზე. ანუ იმის არ შეგეშინდეთ, მეგობრებო, რომ რაღაც პრობლემა იქნება და რაღაც ერორი და რაღაცას ვერ დაწერთ. ანუ ეგ ყოველთვის იქნება. და მაგას ერთად მოვაგვარებთ ხოლმე. და მე თქვენ უკვე იმდენად გამოიმუშავეთ მაგის უნარს, რომ თქვენ თვითონ მოახერხებთ ხოლმე იმის გადაჭრას, პრობლემის გადაჭრას. მას დღეს დავალება გვექნება? კი, დავალება გექნებათ. აი დავალება ორი რაც არის. დავალებების გრაფაში მეორე კვირის დავალება, მეორე თავის დავალება რაც არის. ეგ გვექნება შესაძლებლად. აი ამაში ნახეთ. დავალებები რო არის, აი აქ მეორე თავის დავალება. აი მეორე თავი. აი ეს დავალებები გექნებათ. აი ეს. ხო, რაც მე მიაქვს ყურადღება, აი ეს ერთი მეთოდი არ ამიხსნია substring-ი. აი სად არის? აი ეს მესამე დავალება როა. აი მესამე დავალება აი მოდი აი თქვენ რო დასერჩოთ რა, აი ერთხელ რო დასერჩოთ. აი რაღაცნაირად Google-ში რომ მოიციოთ რა გამოგადგებათ. და ეს substring ესეთი მეთოდი არის და აი ეგ მაგასაც დავწერ რა. რაც გექნება დასასერჩი და მოსაძიებელი. დანარჩენები ახსენი მეთოდები. ანუ replace contains ესენი ახსენი. ასე რომ ხო. ასე რომ ესენი გარჩეული გვაქვს. კაი, მაშინ კითხები თუ არაფერი არ გაქვთ? მაშინ დაგებშდებით მეგობრებო. ამ ლექციასაც ავტვირთავად დავალებასაც ჩაგიგდებთ, უბრალოდ დავალება ისე ჩაგდებულია, მაგრამ გეტყვით კიდევაც რა როგორ იქნება გასაკეთებელი. და მე წამონდებებს გისურვებთ და აბა ნებისმიერ კითხვაზე აქ ვარ, არ მოგერიდოთ. და ველით თქვენ დავალებებს. აბა ნახვამდის. 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 ნახვამდის.